პირველი დავიწყებ იმით, რომ სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებელი უნდა იყოს გათავისუფლებული. მეორე ის, რომ ქართულ ოცნებას დღეის მდგომარეობით, როგორც მის ძალაუფლებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ ჭირდება ვინმეზე ფაქტების დადება ან რაღაც ფაქტების მოძიება ან გამოძიების ჩატარება. როგორც ჭირდება მის პროპაგანდას, მის პოლიტიკურ ასე ვთქვათ, გეგმას, იმის მიხედვით დაიჭერს ვისაც უნდა. ნებისმიერს ავიცი მაგალითად თქვენ დაგიჭერთ, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვენს გადაცემაში გააკეთა რაღაცა არასწორი განცხადება და თქვენ რო არ შეატყობინეთ, აი მაგის გამო არ ჭირდება ქართულ ოცნებას დღეს ვინმეს დასაჭერად რაიმე ფაქტის მოძიება. უბრალოდ მას სურს რომ დაიჭიროს და იჭერს. ეს მოცემულობა გვაქვს დღეს. რაც შეეხება როგორ უნდა გაგრძელდეს, რა უნდა გავაკეთოთ, უნდა დავაკვირდეთ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტულ ტიპებს, პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, რუპორებს, ვინც გამოდიან და მივხვდებით, რომ ძირითადი პრობლემა, რაც აქვს დღეს ქართულ ოცნებას, ეს არის არაღიარების ნაწილი. ქართულ ოცნებას ყველაზე მეტად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე ანგრევს როგორც შიგნიდან, ისე გარედან, ეს არის არაღიარება და არაღიარებამ, აქციებმა და შემდეგ საერთაშორისო სანქციებმა მოიტანეს ის, რაც დღეს ქართულ ოცნებას სჭირს. ანუ ქართული ოცნება არ არის მყარად შიგნით, ქართულ ოცნებას შიგნით აქვს პრობლემები, ქართულ ოცნებას გარეთ აქვს პრობლემები. წარმოიდგინეთ, რამხელა ფულს ხარჯავს ქართული ოცნება, რომ რომელიმე საელჩოს თანამშრომელთან სურათი გადაიღოს. კი ბატონო. და ბატონ ბესო. ეს არის პრობლემა. და აქვე ვიტყვით, რომ გახარიასა და ლელოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში ვერ გახადა ქართული ოცნების ხელისუფლება ლეგიტიმური, რომ რაც იყო ნიშნის მოგებით არ ვამბობ, რაც იყო სხვათა შორის თქვენი კოალიციის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმაციის მიღებაში დაეხმარებოდით, თუ მინდა რომ უბრალოდ შეგახსენოთ. ვერ გახადა, იმიტომ რომ კოალიცია ცვლილებისთვის კარგად მუშაობს ამომრჩეველთან და ჩვენი კარგი მუშაობა არის ის, რომ ლელოს ამომრჩევლის 50% ლელოს არ მისცა ხმა. არც გახარიას სხვათა შორის. აქ დიდი მათემატიკური ცოდნა არ არის საჭირო, მათემატიკაში ტერმინი არსებობს ესეთი შედარებითი ოპერაცია. შედარებითი ოპერაცია არის ციფრები რო შეადარო, მეტობა და ნაკლებობა. 50%-ით, ანუ 92,000 ამომრჩეველი არ მივიდა, ლელოს ამომრჩეველი არ მივიდა და ლელოს არ მისცა ხმა. გახარიას ამომრჩეველი 110,000 ამომრჩეველი არ მივიდა და არ მისცა ხმა. ანუ ამ ციფრებით ყველაფერი არის ნათქვამი. ამ ციფრებით ნათქვამია ის, რომ არაღიარების პოლიტიკა და არჩევნების ბოიკოტში ყოფნა ყოფილა სწორი გადაწყვეტილება იმ პარტიების მიერ მიღებული, რომლებიც მივიღეთ ჩვენ, მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ, პარტია აღმაშენებელმა, ანუ არჩევნებში არ მონაწილეობა იყო სწორი. ეს გამოიხატა ამომრჩეველთა რაოდენობაში. კალაძის შედეგში? ხო, კალაძის შედეგშიც აისახა. ანუ ნახე, კალაძის შედეგი არის ქართული ოცნების ამომრჩეველი, ანუ ქართულმა ოცნებამ თავის ამომრჩეველი მიიყვანა და ზევიდან დაამატა გაკონტროლებული საჯარო მოხელეები. კი, და ამ პირობებში რომ 20% მიიღო, მაინც სწორი გონიათ ბოიკოტი. ხო, სწორი არის. კი, სწორი არის. ანუ ნახეთ, კალაძემ 20% მიიღო, მისი ამომრჩეველი მიიყვანა, ამას დაემატა ლელოს ამომრჩეველი და მათი ჯამიდან მიიღო 20%. ანუ კალაძის პროცენტებს რომ ანგარიშობთ, ლელოს ამომრჩეველი შედის ამ პროცენტულ ანგარიშში. კალაძის მხარდაჭერებთან. ნახეთ, კალაძის პროცენტი არ დაგაბნევთ. შეხედეთ, ამომრჩევლის პროცენტი რო გამოიყვანო, რამდენი პროცენტი მიიღე, გამომდის საერთო ამომრჩევლის მონაწილეობიდან, ანუ ყველა ამომრჩეველი, ვინც მივიდა არჩევნებზე, იმათგან გამომდინარეობს პროცენტი. ანუ ამაში შედის ლელოს ამომრჩეველის, ანუ ყველა. ერთ სწორად გავიგეთ თუ არა დავას, ესე იგი ლელოს და გახარიას რომ არ მიიღო მონაწილეობა, თქვენ მეუბნებით რომ კალაძე შესაძლოა უფრო დაბალი მაჩვენებელი ეჩვენებინა და ამიტომ იყო ბოიკოტის სწორი სტრატეგია ამას პროცენტებზეც არ არის საერთოდ საუბარი. გახარიას და ლელოს რო არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა, საერთოდ სხვა პოლიტიკური მოცემულობა გვექნება. რა? ანუ ამათი არჩევნები, ანუ ჯერ ხო ჩვენ ხო ვაცხადებთ რომ არ არის ლეგიტიმური, ხო ეს არჩევნები. ეხლა უყურეთ უკვე ორი შტო ხელისუფლების, ხო, ერთი საპარლამენტო არჩევნებით არჩეული პარლამენტი და მთავრობა არის არალეგიტიმური და ეხლა ამ არალეგიტიმურობას დაემატა უკვე თვითმმართველობის შტოც. ხო, ანუ მერი
და დანარჩენი, ასე ვთქვათ, ასე ვქვია, აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანო. ანუ ეხლა უკვე თვითმმართველობაც არის არალეგიტიმური. ეხლა ყველაზე ცუდი რა არის, იცით? ის ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე იძახდნენ, რომ ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და გაგვიყალბეს. ანუ გაყალბება რას ნიშნავს? მოვიგე და იმან გააყალბა, თორე რომ მოვეგო ხო არ გააყალბებდა. აქედან გამომდინარე, ის ჩემი თანამებრძოლები, რომლებიც მეთანხმებოდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და იყვნენ ბოიკოტში, ჩემთან ერთად არ შევიდნენ პარლამენტში, ჩახსნეს სიები და იძახდნენ, რომ ამ შემადგენლობით ჩატარებულ არჩევნებს აზრი არა აქვს. თუ იგივე შემადგენლობა არის და კანონმდებლობა კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, გაუარესებული, ეხლა როგორ იყო კარგი არჩევნები? ამბობენ, რომ კარგი, ვინმე თქვა ის, რომ კარგი არჩევნები იყო. როდესაც არჩევნებს აღიარებთ, არჩევნების შედეგს აღიარებთ და შედიხარ საკრებულოში, ამას თვლი, რომ კარგი არჩევნები ჩატარდა. ანუ შედეგი შენთვის მისაღებია. ნიშნავს, რომ ლეგიტიმური არის ის შედეგი, რაც დაგიწერეს. და რა უნდა ეკრათ? ანუ ბოიხა დავუშვათ, არ ვაღიარებთ ამ შედეგებს და საკრებულოსაც ბოიკოტი უნდა გამათი გათვლა ხო ის იყო, რომ არსად ყოფნა ჯობია სადღაც მაინც ვიყოთ, ხომ ბესო მარტივად რომ ავხსნათ. არა, სადღაც ყოფნას პოლიტიკა ეგრე არ კეთდება. სადღაც თუ ვიყო, მოდი ჯანდაბა საკრებულოში ვიქნები, ეგრე არ გამოვა. რა დარჩა სხვა სივრცე? პოლიტიკაში ხარ. რა დარჩა სხვა სივრცე მაშინ პოლიტიკაში ხარ. როდესაც პარლამენტში აღარ არიან, პარლამენტში აღარ არიან, იმიტომ რომ გაყალბებული არჩევნები იყო. პოლიტიკას სჭირდება თანმიმდევრულობა. აი მაგალითად კოალიცია ცვლილებისთვის რატო არის თანმიმდევრული? ნახე ჩამოგითვლით, ხო? ანუ არჩევნები რო ვთქვით, რომ გაყალბდა, თქვით, რომ არ ვაღიარეთ და პარლამენტში არ შევედით. შემდეგ ჩვენივე პარტიული წერილით მოვითხოვეთ, რომ დაფინანსება არ მოგცეთ, თქო. ანუ უარი ვთქვით დაფინანსებაზე. შესაბამისად, CESCO-ს წევრის დანიშვნაზე უარი ვთქვით, რაც ლელოს არ გაუკეთებია წევრიც დანიშნა და ფინანსებაზე წერილი გააგზავნა. მერე რო შეუწყვიტეს ლელოს დაფინანსება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათმე თქვეს უარი. არა, ქოცებმა დასაჯეს, რომ პარლამენტში უარი ყავი. ანუ ნახე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე მაგ საუბარი. კოალიცია ცვლილებებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ დაფინანსება არა იყო, მაგრამ ლელომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიიღო, რომ დაფინანსება არა იყო. მან წერილი გაუშვა CESCO-ში, რომ ფული მომეციო. აი ეს არის განსხვავება. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. ეხლა თანმიმდევრულობას თუ გავყვებით, ეხლა ლელოს ის გადარჩენია, რომ შევიდეს საკრებულოში. ხო, ამ სხვა გზა არა. ხო, ამით ხდიან. უბრალოდ ბესო, რა ვერ გავიგეთ. ერთკენ მიდიან. ლეგიტიმაციისკენ მიდიან. რას ნიშნავს რაღაცა ორად რო გაყო, იცი რა არის? თვითმმართველობა თურმე ლეგიტიმურია და საპარლამენტო თურმე არ არის ლეგიტიმური. ერთი და იგივე ადამიანი ატარებს ამ არჩევნებს და რანაირად არის ერთი ლეგიტიმური და მეორე არალეგიტიმური. ეგეთი ნონსენსია, ეს პოლიტიკა აღარ არის უკვე. ეს არის უნდა თქვა პირდაპირ, მაშინ რომ ეს აქვია პარლამენტში ჩევდივარ, ამ მთავრობასაც ვაღიარებ და თანამშრომლობ ამათთან. ესე არ შეიძლება. ესე პოლიტიკა საპარლამენტო არჩევნების და თვითმმართველობის არჩევნების ესე ვთქვათ რაღაცა მე კი არ ვაკნიებ თვითმმართველობის არჩევნებს, მაგრამ პოლიტიკური ზონა სხვადასხვა, რომ ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობ და იცით რა გამინდა დავაზუსტო. იცით ნახეთ ერთ რამეს დაგიზუსტებთ რა. ნახეთ საპარლამენტო არჩევნები რო სხვა არის რაღაცა დონით და თვითმმართველობის არჩევნები რაღაცა დონით სხვა არის, აქ ხელისუფლების ცვლილებას ეხება. ნახეთ თვითმმართველობის არჩევნები არის საერთო ეროვნული არჩევნები. ანუ ყველა ღებულობს ამ არჩევნებში მონაწილეობას და ერთი და იგივე ადამიანი თუ ატარებს ამ არჩევნებს, როგორ შეიძლება ერთი მხრივ იყოს საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმური და თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმური? რა უნდა გააკეთოს ეხლა ლელოს გახარია ვერც გადავიდა საერთოდ ზღვარი ვერ გადალახა, ხო? ანუ ვერ შედის საკრებულოში და ლელოს ერთმა ფრაქციამ რა უნდა გააკეთოს მითხარით? რა უნდა წარმოადგინოს? ეხა უყურეთ ერთ დავაყენე ნახე რაღაც მინდა რომ ამორჩევლის არ მოსვლა კი არა. ამორჩევლის არ მოსვლა კი არა არჩევნებზე. ლელო და გახარია პარტიული ინფრასტრუქტურით არ იყვნენ მზად ამ არჩევნებზე რო გავიდნენ. 1500 კომისიის წევრი არ ყავდათ არჩევნებზე. კი, ერთ რაღაცას მინდა დავაზუსტო, მე ანასთან მინდა გადავიდო ესო. ანუ თქვენ ამბობთ რომ კაუძემ რომ დაბალი მაჩვენებელი მიიღო 20%, ყველას რომ დაუშვათ მონაწილეობა მიიღოს თქვენ თვითმმართველობის არჩევნებში, კალაძე უფრო მაღალ შედეგს დადებდა, ვიდრე იმ პირობებში დადო, რომ ნახევარზე მეტი ბოიკოტში იყავით და რამდენიმე პარტია მაგას ვერ დავუშვებთ, ვერც არა, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ნახეთ ლელოს და გახარიას მონაწილეობაო და თუ თქვენს დაემატებოდით და უფრო მეტი პარტია იქნებოდა და უფრო მეტი ამომრჩეველი მივიდოდა, ესე იგი კალაძეს თქვენ ლოგიკას რო გავუყვეთ. ხო, პროცენტ შეიძლება, არა, ნახეთ პროცენტულობა გამოიყვანება, ანუ პროცენტულობა გამოდის
მონაწილი ამომრჩევლიდან გამომდინარე, მონაწილი ამომრჩეველში გარჩევა არ ხდება. ნახეთ ერთი წამი კიდე გავიმეორებ. თქვენ მეუბნებით, რომ კალაძეს შეიძლება უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონოდა, ლელოს და კახარიას რომ არ მიიღო ამ არჩევნებში. შეიძლება და უფრო მაღალი ჰქონოდა, 100% გამოვიდოდა, რომ მარტო მაგის ამომრჩეველი იქნებოდა. თქვენ რასაც მეუბნებით აქედან თქვენ მითხარით, რომ კალაძეს შესაძლოა უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონოდა, ლელოს და კახარიას რომ არ მიიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ რომ მათი ამომრჩევლებიც რომ მივიდნენ, ლელოს და კახარიას აკითხვა პრიმიტიულებ. ისიც დაეხმარა კალაძეს ეს მითხარით ახლა. არა, ნახეთ, მე სხვანაირად გითხარით, უყურეთ, ამომრჩევლის პროცენტი როგორ ანგარიშდება. ხმების რაოდენობას კალაძე რამდენს მიიღებდა, ყველა ერთად რო გასულიყო, ეს არავინ არ იცის. შემდეგ ეს პროცენტული მაჩვენებელი როგორ გამოითვლებოდა, ამას ვერ გამოვთვლით ახლა მე და თქვენ, იმიტომ რომ არ ვიცით რამდენი ამომრჩეველი იქნებოდა მონაწილე. მე გითხარით ფორმულა როგორ გამოიყვანება ამომრჩევლიდან პროცენტი. რამდენი პროცენტი აიღო გამოიყვანება მთლიანი მისული ამომრჩევლიდან. და ეხლა ეს ციფრი დაჯდა მისული ამომრჩევლიდან 20% მიიღო კალაძემ. რამდენი ამომრჩეველიც მივიდა ამ არჩევნებზე. ხო და თქვენც რომ იგიღოთ და მეტი რომ მისულიყოთ ხო? ვერ დათვლი ეგრე. ვერ დათვლი შეიძლება გამოსულიყო 28, შეიძლება გამოსულიყო 14. ანუ ეს ვერ დათვლით, ეს არ გამოვა. ანუ ეს არ ითვლება ეგ. ხოლო ამ საერთო ამომრჩეველში ხო ლელოს და გახარიას ამომრჩეველი შედის და ამ რო შედის იმის შემდეგ არის პროცენტი გამოანგარიშებული. რამდენი მიიღო კალაძემ ამას არსებითი მნიშვნელობა არა. მნიშვნელობა აქვს რომ ამომრჩეველი არ მივიდა.